იმიჯიერი ხარ ერთ საქმეში შესაძლებლობების გამოვლინება ამითი არ ამოიძურება. ასე მოხდა მარიამ კუბლაშვილის შემთხვევაში. ადვოკატი რამდენიმე თვის წინ ცეკვავენ ვარსკვლავებში გამოჩნდა. შემდეგ კი გაირკვა, რომ ქალბატონების სილამაზესა და ახალგაზრდობაზე ზრუნვა დაიწყო და დეშელი ბრენდი ისრაელიდან საქართველოში შემოიტანა. დეშელი საქართველოში 1 წლის წინ შემოვიდა. ბრენდი ისრაელისა და საფრანგეთის ერთობლივი პროექტია. ისრაელის მკვდარი ზღვის უნიკალური პროდუქტებით შექმნილი კოსმეტიკა, რომელიც ახალგაზრდობის საიდუმლო გახლავთ. დღეს აღნიშნავთ დეშელი საქართველოს, დეშელი თბილისის 1 წლის იუბილეს. იყო 30 წელს ზევით ქალბატონებისთვის, მაგრამ დღეს უკვე 22 წლიდან ის რომ არ გაჩნდეს ნაოჭი და ვებრძოლოთ აი ამ სიბერეს და ვიყოთ მუდამ ახალგაზრდები და ლამაზები. ანუ ამდენი ცნობილი ქალბატონის გადმობირება არ გამიჭირდა და რატომ? იმიტომ რომ მე ისინი დავპატიჟე, მოვიწვიე სპეციალურად რომ ენახათ შედეგი და მხოლოდ მერე გადაეწყვიტათ შეეძინათ თუ არა. Для кого этот бренд? Для людей, для женщин, для мужчин. Израильская компания, которая уже существует около 5 лет на рынке. В Грузии мы год, и сегодня мы это празднуем. Я очень доволен грузинской партнерской. Мне вообще очень нравится, честно скажу, Тбилиси. დეშელიმ საქართველოში შემოსვლის 1 წლის იუბილე ბრენდის პროდუქციის ხშირ მომხმარებლებთან ერთად აღნიშნა. მოკლედ, ქართულ შოუ-ბიზნესში თუ კი ვინმე სახიდან ნაოჭები მომენტალურად აღიგავა, შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ, რომ მან დეშელის მიაგნო და კოსმეტიკურ ჩანთაშიც კუთვნილი ადგილი დაუმკვიდრა. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ახლა ის სასაკირო დაუშვათ ძალიან ისეთი სპეციფიური ჩარევები მოვახდინე ჩემს გარეგნობაში, აქედან გამომდინარეც უფრო სასარგებლო, იმიტომ რომ აი ინექციების და ამის პერიოდი რაც შეიძლება გვიან დადგება. მე დიდი ხანი არ ვიცნობ, მაგრამ აი სულ ცოტა ხნის წინ გავხდი დეშელის ოჯახის წევრია, მისი VIP კლიენტი. ეს არის კომპანია, რამდენადაც მე ვიცი, მისი დიდი ხნის კლიენტებისგან, რომელიც ხანგრძლივ მოქმედებაზეა გათვლილი. დეშელის შესახებ გავიგე, აი გაგარინის მოედანზე რო არის ბანერი იქიდან და არც ვიცოდი თუ მარიამის იყო. მე მიმართავ ყველა ქალს, ვისაც უნდა თავის თავზე ზრუნვა, რომ აუცილებლად მოვიდნენ დეშელში და გაეცნონ მათ შემოთავაზებებს. დეშელი როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხაზის კოსმეტიკას აწარმოებს. საქართველოში 1 წლის წინ გამოჩნდა. მას ფილიალები მთელ მსოფლიოში აქვს. 2008 წელს დაარსდა და მას მერე უამრავი ქალბატონი და არა მარტო ქალბატონი მისი დახმარებით ნაოჭებს თუ მოშვებულ და მოდუნებულ კანს ებრძვის. ყოველგვარი ქირურგიული ჩარევისა და მტკივნეული პროცედურის გარეშე. ვათაშორის ძალიან ბევრი მამაკაცი ფიქრობს უკვე რომ თავს უნდა მოუაროს, მაგრამ აი უცნაური რამ ხდება. ძალიან ბევრი მამაკაცი უვლის თავს, ოღონდ ყველა მალავს. იმიტომ რომ ჯერ ისევ სირცხვილად ითვლება. დეშელი გავიცანი თითქმის მარისთან ერთად და ჯერჯერობით ჩემი ასაკი მე იმედი მაქვს რომ არ საჭიროებს დეშელს, თუმცა ვიცი რომ როგორც კი დამჭირდება ეს იქნება დეშელი. მე ძალიან მეთანხმები იმას რომ რაც რო ადრეული ასაკიდან დაიწყებ ამ ყველაფერზე ზრუნვას ძალიან კარგია, თუმცა მე ჯერ ამ ყველაფრის მომხმარებელი არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს რომ მალე გავხდები და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ უკვე ფართოდ არის გავრცელებული და მოდებული და დეშელის საქართველოში მარიამ კუბლაშვილი წარმოადგენს. წარმატებული ადვოკატი და ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებული კანონის ძალის შემდეგ უკვე სილამაზის ძალაში გვარწმუნებს. დეშელის პროდუქციის მომხმარებელთა რიცხვი კი დღითი დღე იზრდება. უახლესი ნანოტექნოლოგიებით შექმნილი და ბუნებრივი მინერალებით გაჯერებული კოსმეტიკა სილამაზის სამსახურში დგას. Don't know why I didn't come. I don't know why I didn't come.